ნიგზიანში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვაში უმცირესობის და უმრავლესობის წევრები მონაწილეობენ. კომიტეტის ხდომას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები თავად ნიგზიანის მოსახლეობა და მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძეც ესწრება. ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში თამარ ჩიხლაძეც ჩავრთავთ. თამარ, დასრულდა თუ არა შეხვედრა? დიახ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ეს შეხვედრა და მხარეებმა უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები. პროვოკაცია აღკვეთილია, ასეთი იყო მურმან დუმბაძის შეფასება, რომელიც პირველი გამოვიდა ჟურნალისტებთან. მან მოუწოდა ქრისტიან მართლმადიდებელ მოსახლეობას თავი შეიკავოს ძალადობისგან, მისი თქმით, ყველას აქვს ლოცვის უფლება, ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება და ამიტომ არავის არ აქვს უფლება მუსლიმან მოსახლეობას ხელი შეუშალოს ლოცვაში. შეთანხმება მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ სამლოცველო დარჩება ჩვეულებრივად, როგორც ის იყო სოფელ ნიგზიანში, მართლმადიდებელ მოსახლეობას აუხსნიან რომ არ იგეგმება არანაირი მეჩეთის მშენებლობა, თუმცა არსებულ სამლოცველოში მუსლიმანებს შეეძლებათ თავიანთი რიტუალების, წესჩვეულებების და ზოგადად რელიგიური რიტუალების აღსრულება. ჩვენ შეგვიძლია პირველი კომენტარები მოვისმინოთ, რაც გაკეთდა შეხვედრის შემდეგ. უზრუნველყოფთ ჩვენი მხრიდან, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის გზით მიიღოს ყველა ეს ზომა და ღონისძიება, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით ეს კონსტიტუციით დაცული სიკეთე არ იყოს ხელყოფილი და დაცული იყოს ეს უფლება. ადამიანებს, ვისაც სურს ლოცვა, ილოცებენ. საქართველოს კონსტიტუცია იძლევა ამის გარანტიებს. მოქალაქეების შეთანხმებების მიხედვით უნდა მოქმედებდეთ და მოქმედებთ. მუსლიმი თემი ილოცებს საკუთარ სალოცავში, ქრისტიანი თემი ილოცებს საკუთარ სალოცავში. საქართველოს ტოლერანტული ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებში ეს პრობლემა არ დგას. მე არ მინდა, მე ვადასტურებ ერთ რამეს, რომ ნარჩენ ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ პროვოკაციებისაგან თავი შეიკავოს. იმედია, რომ კარგად გავიგოთ ეს ლოცვები, რომელიც ისლამის დოგმიდან გამომდინარე, რომელიც უნდა შესრულდეს პარასკევის ლოცვა, ჩვენ უწოდებთ მას ჯუმას და წელიწადში ორი დიდი დღესასწაული, რომელსაც ქვია ბაირამის, ანუ სადღესასწაულო სალოცავები, იქნება შესრულებული და განაგრძობენ რა თქმა უნდა ლოცვებს. შეხვედრიდან უკმაყოფილო გამოვიდა უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი. მისი თქმით, მან ვერ მოისმინა ზუსტი სამართლებრივი შეფასება ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან უხეშ ფაქტებთან დაკავშირებით და მას კითხვა ჰქონდა ქართულ ოცნებასთან, რის გაკეთებას აპირებენ ისინი, როგორ მოახდენენ იმის პრევენციას, რომ არ მოხდეს კვლავ მსგავსი ფაქტები და სხვადასხვა რეგიონებში არ გაღვივდეს რელიგიური შუღლი. ჩვენ შეგვიძლია ჩიორა თაქთაქიშვილის კომენტარიც მოვისმინოთ. დღევანდელ შეხვედრაზე ნაცვლად იმისა, რომ გვემსჯელა კონკრეტულ ადამიანის უფლების დარღვევაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, რომელსაც ძალიან სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგზიანში. სამწუხაროდ კომიტეტმა ვერ შეძლო სათანადო შეფასება მიეცა ამ სიტუაციისთვის. მეორე, ჩვენ ვერ დავინახეთ კონკრეტული მზაობა კომიტეტის მხრიდან, რომ მათ რეაგირება მოახდინონ მთავრობაზე იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კანონის საწინააღმდეგო ქმედებაში, მათ მიმართ იქნება რაიმე ზომები გატარებული. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, როგორც ეკა ბესელიამ გითხრა, მათ თავიანთი პოზიცია ამ შეხვედრაზე დააფიქსირეს, სადაც იმყოფებოდნენ როგორც მუსლიმანთა ლიდერი ჯემალ პაქსაძე, მათი მუფტი, ასევე მეუფე იაკობი და მეუფე იოსები და სწორედ ამ შეხვედრაზე დაფიქსირდა ის კონსტრუქციული პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ სოფელ ნიგზიანში სამლოცველო ჩვეულებრივად განაგრძობს ფუნქციონირებას, ასე რომ ჩვენთვის უცნობია საპატრიარქოს წარმომადგენლების კომენტარი, რაც შეეხება მუფტს, მუსლიმანთა მუფტს, მან დღეს დალოცა როგორც მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმანი მრევლი და მათ მშვიდობა დიდი მადლობა, ეს იყო თამარ ჩიხლაძე ქუთაისიდან, სადაც ნიგზიანში განვითარებული მოვლენების შესახებ მსჯელობდნენ. დაიცავი აღმსარებლობის უფლება ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან, ტოლერანტობის სახლის და უფლებების სკოლის წარმომადგენლებმა ნიგზიანში მომხდარი ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საქმის გამოძიება მოითხოვეს. მათი განცხადებით სახელმწიფოს უნდა ქონოდა გაცილებით მკვეთრი რეაქცია აღნიშნულ დაპირისპირებაზე და მუსლიმანთა ლოცვის ჩატარების თაობაზე უმცირესობის უფლება უნდა დაეცვა. გარდა იმისა, რომ აქ კონკრეტული კანონები არის დარღვეული აი ამ ინციდენტით, ნიგზიანის ინციდენტით და რაზეც ანუ იუსტიციის სახლთან ზუსტად მაგიტომ ვართ მოსული, რომ იურიდიული რეაგირება და შეფასება მიეცეს ამას. თუმცა ჩვენ და ესე ოფიციალური წერილით არ მივმართავთ, მაგრამ გამოხატავთ ჩვენ სოციალურ პოზიციას. გარდა ამ კანონ დარღვევებისა, აქ არის სოციალური პრობლემა, ანუ ამ ინციდენტზე არ მყისე რეაგირებით და ისეთი რაღაც მოლაპარაკებით მოგვარდება და ასე შემდეგ. ანუ როცა არ მიეცემ ამას კრიტიკული შეფასება, ეს შეიძლება იყოს რაღაც მესიჯი სხვა რეგიონებში და აგორდეს რაღაც
ძალიან ცუდი დისკრიმინაციული ტალღა. ჩაერიოს პოლიცია, როგორც მესამე ძალა და ამ ორ ძალას შორის მოახდინოს რაღაც ისეთი შეთანხმება, ან მოახდინოს შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ უმცირესობას მიეცეს ლოცვის საშუალება. ჩვენი აქ იუსტიციის სახთან შეკრების მიზეზი სწორედ ეს არის, რომ იუსტიციის სახლის უშუალო დაქვემდებარებაშია დღევანდელი მდგომარეობით პროკურატურა და გსურს ასევე დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც შელახა მუსლიმანთა უფლებები, უმცირესობის უფლებები. აქციის მონაწილეები მინისტრმა მიიღო თეა წულუკიანმა მათ დეტალურად აუხსნა რა გზა აირჩია სამინისტრომ და როგორ აპირებს სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას. წულუკიანის განცხადებით სახელმწიფო არ ახდენს ძალის დემონსტრირებას მანამ სანამ ყველა ცივილური გზა არ ამოიწურება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი გამოვლინდება, საქმის გამოძიება დაიწყება. თუ იქ არის მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არის სახეზე, რა თქმა უნდა ჩატარდეს გამოძიება. მაგრამ მანამდე რომ არ მივიღოთ რელიგიურ ნიადაგზე სერიოზული ადგილობრივი კონფლიქტი, რაც დამღუპელი იქნება, ჩვენ აბსოლუტურად სხვა გზას ვადგავართ, ვიდრე წინა ხელისუფალი. ამას გიხსნიდით მე და მინდა რომ ეს კარგად იცოდეთ. ჩვენ არ ვახდენთ ძალის დემონსტრაციას მანამ სანამ არ არის ამოწურული ყველა ცივილური გზა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალის დემონსტრაცია ნამდვილად არ დაგჭირდება და ალბათ ამის მომხრე არც თქვენ არ ხართ. ფაქტი არის სახეზე დამდგარი, პოლიცია არ მოქმედებდა ამ შემთხვევაში, არაფერი არ გაუკეთებია, როდესაც მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამის მაგივრად ისინი განაგრძობენ ძალადობას, პარასკევს არის ლოცვა და ველოდებით, რომ ისევ იგივე შედეგი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო იყოს მაქსიმალურად ჩაბმული ამ შემთხვევაში და დაიცვას ადამიანების რელიგიური თავისუფლება. უფლებების სკოლა მიესალმება ამ პოზიციას, ვფიქრობ, რომ სწორია, ძალის დემონსტრირება არასდროს არ არის აუცილებელი, მithumetes ასეთი სენსიტიური თემა არის და რელიგიურ უმცირესობას ეხება. აქ თქვა მიიყო, რომ მოაგვარებენ მუფტის ლიდერი და სასულიერო პირები. ჩვენ დავიცდით, დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორი პოზიციაა, რამდენად სწორი მიდგომა. ბაჩუ ახალაია საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კოალიცია ქართულ ოცნებას ცრილის მწამებლური კამპანიის გააქტიურებაში ადანაშაულებს და უარყოფს პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ადამიანების წამებასა და კორუფციაში ამხილებული და ამის გამო გაექცა მართლმსაჯულებას. მინდა საჯაროდ განვაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაერად ხელს შეუშლიდი 1 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ თვლი, რომ მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას. საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უდავ საქმიანობდე, მომავალში ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე. ნათქვამია ბაჩუ ახალაიას მიმართვაში. რუსთავის მე-6 სასჯელ აღსრულების დაწესებულების პატიმარმა ფრიდონ ჯობავამ პირი ამოიკერა. ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი აცხადებს, რომ პატიმარი მას არ უნახავს, თუმცა პირის ამოკერვის ფაქტი ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუდასტურა. პატიმარ ფრიდონ ჯობავას მდგომარეობა უმძიმესია და ექიმების დახმარება საჭიროებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მსჯავრდებული უკანონო პატიმრად მიიჩნევს თავს და საქმის გადახედვას ითხოვს. პატიმარმა ჯობავამ თავი მიიჭედა საკანში და მოიკერა პირი პროტესტის ნიშნად. ეს პროტესტი არ არის მიმართული ხელისუფლების ან ადმინისტრაციის მიმართ. იგი მოითხოვს ექიმს, ექიმებთან დაკავშირებით პრობლემა დაწესებულებაში არ არსებობს ექიმი. პატიმრები არიან ძალიან გაუსაზრდელ მდგომარეობაში, ბევრი ძალიან მძიმე ავადმყოფია, თვითონ ეს პიროვნებაც მძიმე ავადმყოფია. შეცდომა, რომელიც მერიამ დაუშვა, უნდა გამოსწორდეს, აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე. მისი განცხადებით, მერაბიშვილის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც თბილისის სოციალური პროგრამების დაფინანსება ცენტრალურ ბიუჯეტს დაეკისრა, თბილისის მერიის მიერ იყო ინიცირებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლებამ გამოძებნის გზას დედაქალაქის სოციუზრუნველყოფისთვის, თუმცა თუ მერია საკუთარი ბიუჯეტიდან არ გაიღებს თანხას, პრობლემის მოგვარება ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიისთვის გასაცემი ტრანსფერის ხარჯზე მოხდება. ებრალიძემ ბიუჯეტის პროექტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია როგორც პოლიტიკური დაპირებები, ისე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.
კიდე ერთი კითხვაც შეიძლება. და ის წინა დაპირებები გარკვეულწილად ეს პოლიტიკური დაპირებები მეტნაკლებად ასახული იქნება ამ ბიუჯეტში, ასევე მიდგომა რომ სახელმწიფო მმართველობის ორგანოები მინიმალური დანახარჯებით უნდა წარსდგენ და არ შეიძლება ის ხარჯები გაწიონ, რაც აქამდე იწეოდა სახელმწიფოში, თქვათ, იქ იყო ლაპარაკი პრეზიდენტის ასე ვთქვათ შენობის და შესაბამისი ხარჯების შემცირებას და ასევე სხვა ისეთი ხარჯების შემცირებას, რომელიც პირდაპირ არ არის ჩვენი ქვეყნისთვის გამართლებული, ეს იქნება ასახული ამ ბიუჯეტში, ასევე იქნება ასახული სტრატეგიები სოფლის მეურნეობის კუთხითაც, ასევე ის დაპირება დაზღვევასთან დაკავშირებით, როდესაც მერი ამბობს, რომ ეს ჩვენ კი არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა უნიფიცირებისათვის, სოციალური დახმარების უნიფიცირებისათვის, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ პირველი მერის ინიცირებული იყო ეს წინანდ მეორე როდესაც ცენტრალური ხელისუფლება გარკვეულწილად სოციალურ დახმარებას თუ ნებისმიერ ამგვარ საკითხს ის უნიფიცირებას აკეთებს, ის არ შეიძლება იყოს მაგალითად კონკრეტულად თბილისის მაგალითად სოციალურ დაუცველი მოსახლეობისთვის. ორი გზა არის. ერთი გზა არის, რომ საკრებულო და თბილისის მერია დაუბრუნდეს სტატუს კვოს, ესე იგი ისევ აღადგინოს თავის ბიუჯეტში ეს შესაბამისი მუხლები. მეორე გზა არის ასევე, რომ ის ტრანსფერები, რომელიც მიდის, თქვათ, ადგილობრივ ბიუჯეტში, შეიძლება ეს შეიზღუდოს და მის ხარჯზე მოხდეს, თქვათ, ამის დაფინანსება. ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის სტიქი დაზარალებული კახეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ დარღვეულია ვადა, სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება შერჩევით ხდებოდა. მინისტრის მოადგილე ზეწოლაზეც საუბრობს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები კონკრეტული დღისთვის სამუშაოების შესრულებას ითხოვდნენ, რის გამოც აღნიშნული სამუშაოების ხელახლა ჩატარებაა საჭირო. სტიქიასთან დაკავშირებით ნახეთ ის, რომ ბოლომდე არ არის აღწერის სამუშაოები დასრულებული და ინფორმაცია არის არაერთგვაროვანი. მეორე ის მხარდაჭერა, რაც განხორციელდა, ასევე შერჩევით ხასიათს ატარებდა. ასევე მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა გარკვეული ნაწილი ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში არ არის შესრულებული, ანუ ვადების გადაწევასთან გვაქვს საქმე და უნდა დადგინდეს აუცილებლად რა იწევდა ამ ყველაფერს. გვაქვს დაჩქარებიდან გამომდინარე ხარისხის გაუარესების შემთხვევები. არის რამოდენიმე შემთხვევა, სადაც შემსრულებლები მიუთითებენ, რომ აქ იყო რაღაც დონის ზეწოლებზე საუბარი, რომ მათ აზარალეს, ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ სახელმწიფო ესასწავლებთან ან რაიმე ვიზიტებთან დაკავშირებით ერთ დღეში უნდა მოხდარიყო რაღაც სამუშაოს დასრულება. დღესვე დავით ნარმანიამ ლაზიკას მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მინისტრი აცხადებს, რომ ნაპირსამაგრის სამუშაოების შეჩერდა ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორებთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 2013 წლის ბიუჯეტში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება გარდა გასართობი ობიექტებისა და იმ დაწესებულებების მშენებლობისა, რომელიც ფუფუნების ობიექტია, განაცხადა ნარმანიამ. საქართველოს შეხვედრის დროს ლაზიკასში ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელებას ეს პროცესი იყო დაწყებული, თუმცა ჩვენ ამ პროცესს ვაჩერებთ იმდენად რამდენადაც იქ დაგეგმილია ინვესტორების შემოყვანა და პორტის მშენებლობის საკითხები. გადაიხედება ადმინისტრაციული ხარჯები ძირითადად, გადაიხედება თქვათ ისეთი ხარჯები, რომლებიც გასართობი ან რაღაცა ტიპის ფუფუნების საგნების მშენებლობას ხმარდებოდა, სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც არის გზების რეაბილიტაცია, შემოვლითი გზები, წყლის მიწოდების სისტემები და ასე შემდეგ, ამ თვალსაზრისით პროექტები, რა თქმა უნდა, გრძელდება. სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს. ჭყონიების ოჯახი ირწმუნება, რომ ბინა მათი საკუთრებაა და ლევან ხორნაულს ისინი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ლევან ხორნაულმა თამარ მეფის გამზირზე ბინა 12 წლის წინ შეიძინა, მაგრამ თანხა არ გადაუხდია. ამიტომ იურისტი ეჭობს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რის საფუძველზეც ბინის გადაფორმება მოხდა. ჭყონიების 4-სულიანი ოჯახი გზის გადაკეტვით იმუქრება.
ლევა ხორნაული და გვასახლებს სახლიდან. მე ერთადერთი ეს სახლი მაქვს, ვარ სოციალურად დაუცველი. სოციალურად დაუცველები სხვა სახლში ვარდებიან და მე რატომღაც მასახლებენ. სად წავიდე, რა უნდა გავაკეთო? სამწუხაროდ ჩვენ და არ ვიცი რატომღაც გამომძიებელი, პროკურორი ერთბაშად აღმოჩნდნენ დაინტერესებული საქმის შედეგით იმ კუთხით, რომ გააჭიანურეს გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს სათანადო ორგანოებიდან პასუხები იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საონტარო აქტი, ანუ საფუძვლები ამ ბიდის გადაფორმების არ არსებობდა რეგისტრირებული ნოტარიუსთა პალატაში, მიუხედავად ამისა, აი დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და არანაირი შედეგი და არანაირი საფუძველი არ აქვს დღეს მათ გამოსახლებას. თელავში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში ეხვდნენ. შეხვედრაზე იმის შესახებ ისაუბრეს, თუ რა კუთხით უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციები და რა სირთულეები შეიძლება მათ შეექმნათ. არასამთავრობო სექტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი გრანტებით და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მხარდაჭერას უწევს. თქვენი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის პოლიტიკური ცვლილება, რაც განხორციელდა ქვეყანაში 1 ოქტომბრის არჩევნების მერე. ჩვენ გვინდა ვესაუბროთ ორგანიზაციებს იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს ეს მათ როლზე მომავალში, თქვათ რა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა შესაძლებლობები გაჩნდა, რა საფრთხეები არის და ზოგადად უნდა შეიცვალოს თუ არა რამე დონორების მიდგომებში. ძალიან საჭირო ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელთანაც არასამთავრობოები დიდი ხანია თანამშრომლობთ. ჩვენი გრანტიორი ორგანიზაცია სამთავრობოებიდან ფინანსდებიან და მნიშვნელოვანი არის ახალ რეალობასთან დაკავშირებით, რა საგრანტო კონკურსები არის გამოცხადებული, რა პრიორიტეტებია ახლანდელ ვითარებაში. ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში ფოფხაძეების ოჯახი დღემდე დახმარების მოლოდინშია. სოციალურად დაუცველი ოჯახი აგვისტოს თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა. სახსახურავი გადაეხადა და ოჯახი დღემდე მეზობლებთან ათევს ღამეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ფოფხაძეების 4-სულიანი ოჯახი უკვე 4 თვეა მეზობლებთან ცხოვრობს. სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ოჯახის დიასახლისი ეთერ ციკლაური ამბობს, რომ გამგეობა მხოლოდ სახლის გადასახურავი მასალით დაეხმარა, რაც მისი თქმით საკმარისი არაა. აგვისტოში მოხდა ეს ქარების დროს გადაგვეხადა და იყვნენ სამჯერ თბილისთანაც იყვნენ. გადაუღეს, მაგრამ 8 ფერი მოგვიტანეს, მეტი არაფერი. არანაირი დახმარება არ და გარეთა ვართ. აგვისტოს შემდეგ. მეზობელთანა ვართ, მეზობელთან ცხოვრობთ. ფოფხაძეების მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და გაუსაძლის პირობებზე ოჯახის მეზობლებიც საუბრობენ. მიმართეს მთავრობას საბჭოს ადგილობრივ ხალხს რამე ყველაფერი და მოუტანეს რაცალის შიფერი ეს ეყოფაო არც კი შესულან არც გოდუღიათ არც არაფერი. გახიზნული არიან თვითონ ნახეთ რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. ამით უმეტეს ოროლი პატარა ბავშვი ყავს. მათ ცხოვრება არ საკონეს ბოდიში ამ სიტყვაზე არ შეიყვანენ. თორე ბავშვს ვინ შეიყვანს. სოფლის რწმუნებული თენგის სამხარაძე აცხადებს, რომ სტიქიისგან დაზარალებული ოჯახის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამგეობას მიაწოდა. მივწერე გამგეობას ოფიციალურად, რომ გამოეგზავნათ კომპეტენტური კომისია შეემოწმებინათ და მათმა მართლაც მოვიდა კომისია ჩემ წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმეს და წავიდნენ და დახმარება არ დახმარების საკითხი იმის შემდეგ კვლავ უნდა გადაწყვეტილიყო და რა შეჭერდა ალბათ ამ არჩევნებთან დაკავშირებით თუ საერთოდ შეჭერდა ნამდვილად ვერ გეტყვით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი თავის მხრივ პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს. გამგებლის დიმიტრი ლოლაძის განმარტებით დაზარალებულების დახმარება ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ფოფხაძეების 4-სულიანი ოჯახი ამ დრომდე დახმარების მოლოდინშია. 20 წელი ხის ფიცრულში და მეზობლების იმედად დარჩენილი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილი გადელიები თავშესაფარს და საარსებო პირობებს ითხოვენ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დევნილების კუთვნილი დახმარებაა. ნარგიზა გადელია ამბობს, რომ დასახმარებლად ლტოლუთა და განსახლების სამმართველოს და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართა, თუმცა არავინ დახმარებია. ეს მასალა მოიცა ჩვენ და მოვხდი მე სოციალურად შეჭირებულთა სიაში ფულად დახმარებას თბილისიდან მოვიდა სიგა იძაძამეში ნახე ჩემი გვარი ეწერა ზედ გადელია ნოდარი. ესო დევნილებსო ყველასო არ მიეცემაო თქვენ სიმსიაში მოხვდითო და არ მომწეს ეს ფულადი დახმარება სოციალური. შემომთავაზეს წალენჯიხაში, მაგრამ ძალიან შორია ვერ წავედი იქიდან, არც მისულა როგორია რანაირია. მე გამგეობა მითხრა ძალიან შორიაო შენ იქ ვერ წახვალო და შეიძლება აქ რამე გამოჩნდეს ან და რაღაც, მაგრამ ხო აი ადგილობრივ
სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრი ციხეებში შექმნილ ვითარებას ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაიჯება. მინისტრის განცხადებით, ყოფილ ხელისუფლებას არეულობების გარკვეული ბერკეტები ჯერ კიდევ აქვს და ამას იყენებს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. აქვე მინისტრმა დააზუსტა, რომ ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი არ შესულა. სოზარ სუბარი განმარტავს, რომ საპატიმროში სიწყნარია და ციხის გარეთ ვითარებას შეგნებულად ძაბავენ. მინისტრმა გასულ დღეებში ციხეებთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭალის პირველ დაწესებულებაში გუშინ წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 6 მსჯავრდებულის მიმართ აღიძრა, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. რაც შეეხება ქსანში გუშინ მომხდარ ფაქტს, მოკვლევა დაწყებულია, მასალების შინაგან საქმე და სამინისტროს გადაეცა. თავად პატიმრების მხრიდან კი სერიოზული დარღვევა არ ყოფილა, ამიტომ მათ მიმართ არანაირი ღონისძიება არ გატარდება. ცხადი იყო, რომ ყველაზე სუსტი წერტილი საიდანაც გასკდა, სადაც ყველაზე მკაცრი იყო რეჟიმი, იქ დაიწყო ბუნებრივია ყველაზე მეტი ზეწოლა ყოფილმა ხელისუფლებამ. აქვთ გარკვეული ბერკეტები არეულობების და ამას იყენებენ, თუმცა აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება ყველაფერი და გუშინ წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით თბილისში ორთაჭალაში ნომერ პირველ დაწესებულებაში აღიძრა საქმე 6 მსჯავრდებულის მიმართ, რომლებიც მათ სცადეს იქ არეულობის მოწყობა და 6 მათგანი იქნება დასჯილი. დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება ძალიან მკაცრი ზომები გატარებული. ასევე გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, რამდენიმე დღე ჩვენ თავი შევიკავეთ მკაცრი ზომების გატარებისგან, მაგრამ კანონი მკაცრად ითვალისწინებს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებიდან 20 მეტრის პერიმეტრზე არ შეიძლება არანაირი მიტინგის მოწყობა. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაარღვევს ამ მოთხოვნას, მათ მიმართ გატარებული იქნება ადმინისტრაციული ზომები. დღესვე სოზარ სუბარმა საზოგადოებას მინისტრის მოადგილე და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი წარუდგინა. ნათიალანდია დეპარტამენტს ჩაუდგება სათავეში, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კი სამედიცინო მიმართულებას გაუწევს კურირებას. თალაკვაძე განათლებით ექიმია, მას სახალხო დამცველის ოფისსა და ჯანდაცვის უწყებაში მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სასჯელ აღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სტანდარტი სამოქალაქო ჯანდაცვის სტანდარტს გაუთანაბრდება. ამისათვის კი აუცილებელია ბიუჯეტის გაზრდა, რაზედაც აქტიური მსჯელობა დაიწყება. გეგმა ითვალისწინებს იმ ადამიანების დახმარებასაც, რომლებიც არახუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას გაუწევენ კურირებას და უხელმძღვანელებენ. ეს არის ბატონი არჩილ თალაკვაძე, რომელიც იქნება მინისტრის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის ვინც გაუწევს კურირებას. ეს არის ადამიანი, რომელიც განათლებით არის ექიმი, სამედიცინო დამთავრებული, მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ქალბატონი ნათიალანდია, რომელიც იქნება სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვართ ამ ორ ადამიანთან ერთად ძალიან მცირე უცნობებს გავატარებთ. სოზარ სუბარი ციხის ფარული ჩანაწერების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ბედუკაძე თავის წერილში საუბრობს. სოზარ სუბარის განმარტებით, მიუხედავად ამისა, ბედუკაძის ინფორმაცია საყურადღებოა და ის მუშავდება. სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს ინფორმაცია კიდევ სად შეიძლება იყოს არეულობის მცდელობა. ვლადიმერ ბედუკაძემ ციხეებში ბუნტის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ბედუკაძე ერწყმნება, რომ ბუნტის დაგეგმა ბაჩო ახალაიას დავალებით და იმ პატიმრების მეშვეობით განხორციელდება, რომლებიც ახალაიამ ზეწოლის გამოყენებით გადაიბირა. პიროვნებების იდენტიფიცირება დამთავრებულია, დანარჩენს გადავწევთ შინაგან როცა მოკვლევა ტარდება და რაღაც ინფორმაციები არის, ამ ინფორმაციას წინასწარ ვერ გავცემთ ბუნებრივია, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლდება. ის რომ ძველ ადმინისტრაციას იქ ხავს უამრავი კადრი, მე მგონი ფაქტია, ეხლა 5000 ადამიანი რო ერთბაშად გაუშვათ, სისტემა ჩამოიშლება, ამიტომაც ხდება იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, ვისი იყოფნა წარმოადგენს საფრთხეს და ისინი გათავისუფლდებიან. ბედუკაძის ინფორმაცია წავუკითხე, რა თქმა უნდა, იქ არის ძალიან ბევრი საყურადღებო, თუმცა გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე მის იმ განცხადებაში თუ მის იმ წერილში არის მოყვანილი. ასე რომ ეს ინფორმაცია კონტროლდება, მუშავდება, ამ შემთხვევაში თუ საჭიროა სხვა უწყებებთან ერთადაც ვის არის საშიშროება არ არსებობს. ორი დღის წინ თქვი ერთ-ერთ ჟურნალისტთან, რომ გვაქვს ინფორმაცია, სად დაიწყებოდა თქვა უახლოეს 2-3 დღეში, ეხლაც გვაქვს იგივე ინფორმაცია, ესეც არ არის სახიფათო. პატიმრების მშობლების სახალხო დამცველის თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას მოითხოვენ. ისინი დღეს გლდანის მერვე საპყრობილესთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით ლორთქიფანიძე ყოველთვის ზრუნავდა მსჯავრდებულების პრობლემებზე. პატიმრების ახლობლები ასევე მოითხოვენ მძიმე ავადმყოფობის გათავისუფლებას და მსჯავრდებულთა სხვა ციხეებში გადაყვანის შეჩერებას, სანამ ამნისტია არ დასრულდება. პატიმართა მშობლები ციხეში შესაძლო ბუნძეთ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საპყრობილეებში არაერთი შეგზავნილი პიროვნებაა, რომლებიც არეულობის პროვოცირებას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა მსჯავრდებულებს სიმშვიდე
ხიდისკენ მოუწოდეს და სთხოვეს არ აყვნენ პროვოკაციას. სანამ აქაც რაღაც ატყდებოდეს ისეთნაირად ერთადერთი რეალური ვინც ჩვენ გვერდით დღემდე ხალხო დღემდე ყველა მოწმია იმისი რომ არის ერთადერთი ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე რომელიც ერთი ციხიდან მეორეში გარბის მეორედან მესამეში გარბის სადაც პატიმარს უჭირს და იმათ ოჯახებს უჭირს სად არიან დანარჩენი კანდიდატები მაინტერესებს უნდათ თანამდებობა მარტო თანამდებობა არ არის ეს ის თანამდებობა არ არის სახში იჯდნენ და ტელევიზიით ადევნონ თვალყური მინდა მოუწოდო ჩვენ პატიმრებს რომ ყველანაირად თავი შეიკავონ დედაშვილურად ავთხოვ ყველას ყველანაირად თავი შეიკავონ ყველანაირი პროვოკაციისაგან რადგან ეს მოსალოდნელია ეს ინფორმაცია უკვე გამოსულია რომ შეგყავთ თვითონ ასე ვთქვათ ისეთი აგენტურა ახალაიას დავალებით რომ უნდა მოხდეს რაღაცა გაუგებრობების გადაყვანების შეწყდეს სანამ ეს ამინისტია რომელიც მოსალოდნელი არის და გამოვლენ ის ხალხი რომელსაც ეს ამინისტია ეხება იმიტომ რომ აქ შედარებით სიწყნარია პროვოკატორები რომლებიც აქაც მუშაობენ ვერ შეძლეს ამ ხალხის პროვოკაციაზე წამოგება იმიტომ რომ ყველას აქ შეგნებული რომ არ არის ეს საჭირო და უფრო გაართულებს სიტუაციას დაახლოებით 2 კვირა ოჯახი 25 წლის ამირან ბინჩიგაურს ეძებს დუშეთის რაიონის სოფელ ბინჩიგაურის მკვიდრი ამირან ბინჩიგაური ოჯახის წევრების განცხადებით სახლიდან 22 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ის ბოლოს 27 ოქტომბერს თბილისისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში ნახეს. ოჯახის წევრების თქმით ბინჩიგაურს მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა აქვს და მედიკამენტებს რეგულარულად იღებდა. დაკარგული ძმის განცხადებით ბინჩიგაურის სახლიდან რამდენიმე დღით გადიოდა, თუმცა უკან თავადვე ბრუნდებოდა. ოჯახმა განცხადებით საპატრულო პოლიციას მიმართა. არის გამხდარი, ოდნავ მაღალი, ქერათმები, ტანზე ეცვა, შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი, ცისფერი კლეჩატიანი საროჭკა და ნაცრისფერი კაპიშონი. თუ სადმე ნახავთ, აუცილებლად შეგვატყობინეთ. კომპანია ჭიათურმანგანუმის ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან ხმაურია გაფიცული მაღაროელები ადმინისტრაციულ კორპუსში თანამშრომლებს დილიდან არ უშვებდნენ, რასაც შეხლა შემოხლა და დაპირისპირება მოხდა. საწარმოს მმართველმა აკაკი გურჯიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მაღაროელები სამუშაოს დაუბრუნდებიან, გაცდენილი დღეებიც აუნაზღაურდებათ და ხელფას 32%-იანი ნამატით მიიღებენ. გაფიცულებისთვის ეს პირობაც მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი 20%-იან პრემიას და ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. 2500 მეტრის სიღრმეში კი ითხვისის მაღაროში აქცია გრძელდება მაღაროში ქალებიც იმყოფებიან, ერთი მათგანი ფეხმძიმეა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათ მოთხოვნების შესახებ წერილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს და მისგან რეაგირებას ელოდებიან. ბრძანება რომ არავინ არ შევა. მე შენ რატომ გეხარა? ჩემი სამსახურის უფროს მოუსწრა შენ რატომ უნდა მოგიშლი? შენ მიიწე და გამატარე. შენ გავიგე გადადი გვერდზე დადი. დღეს გადავწყვეტეთ რომ თვითონ ადმინისტრაციის მოსამსახურები არ შეგვეშვა შეგნი მოვოდით დავდექით ჩვენი ხალხით. დღეს 12 საათზე გია ჟორჟოლიანი ბატონ ბიძინას ხდება და მის შემდეგ წამოვლენ ალბათ, ჩამოვლენ და არ ვიცი რა იქნება რა, ველოდებით, მაგრამ არ ვაპირებთ რომ მაგათმა იმუშაონ და ზემოდან ფანჯრებიდან საცინად გვიგდო. ვდგევართ, სანამ არ გადაწყდება ჩვენი საქმე, მანამდე ვიზღომებით რა ხალხის გულში. გამოვლია ხალხი მაღაროდა. აპირობების გა 40%-ია თუ რაც არის, მეილაბარაკება ხალხი და კი ბატონო, მე გავაც ყველა ერთად სამუშაოზე. ძალ-ძალ გიხდი, ერთი და ორი კაცი აქ სამუშაოზე არც ერთი არ გავა. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და მოკლედ გაგაცნობთ დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. ბაჩუახალაია საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კოალიცია ქართულ ოცნებას ცილის მწამებლური კამპანიის გააქტიურებაში ადანაშაულებს და უარყოფს პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ადამიანების წამებასა და კორუფციაში ამხილებული და ამის გამო გაეცა მართლმსაჯულებას. მინდა საჯაროდ განვაცხადო, მექვეყანა დავტოვეთ დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა, უხვად არიგებული დაპირებების შესრულების სანაცვლოდ მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე ჩემ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას, აცხადებს ბაჩუახალაია.
ნიგზიანში გამართული აქციის მონაწილეები ლანჩხუთის პოლიციამ დაკითხვა დღეს დილიდან რაიონულ პოლიციაში მიმდინარეობდა. ნიგზიანის მოსახლეობის განცხადებით პოლიცია დაინტერესდა მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი მათი მხრიდან მისულვან მოსახლეობაზე მუხარას და ძალადობას. ისინი მასმედიის ბრალეულობაზეც საუბრობენ. მოსახლეობა მედია საშუალებებს ფაქტების არასწორად გაშუქებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფაქტებით სამხრივად გაშუქებით მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები შეინახა. ნიგზიანში განვითარებული მოვლენები განიხილეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვაში უმცირესობის და უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ. გადაწყდა, რომ მუსლიმანთა სამლოცველო იფუნქციონირებს და პარასკევის ლოცვა ჩატარდება. შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პროვოკაცია აღკვეთილია. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის პოლიტიკისგან გამიჯვნას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით არჩევნებამდე უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები უხეშად ერეოდნენ. უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ უღრელიძის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია ელიტა ბურჯთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც 80 სტუდენტს სატელიტური ანტენების დაყენება უნდა ესწავლა. უღრელიძის განცხადებით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ იგი კუდის წარმომადგენლება მოდულის შენობაში წაიყვანეს და მოსთხოვეს კომპანიასთან ახალი კონტრაქტი აღარ გაეფორმებინა, რის გამოც უნივერსიტეტმა 9 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღო. უღრელიძის თქმით, მის მოდულის შენობაში გადაყვანისას მონაწილეობას იღებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი ლევან ტატიშვილი, რომელიც ამავდროულად კუდის მესამე განყოფილების უფროსი იყო და ბორის გიფილენდია, რომელიც სპორტის, კულტურის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს არც კუდის თანამშრომელი და არც ერთი გარდა განათლების სამინისტრო და ის ორგანოები, ორგანიზაციები, რომელიც უშუალო კავშირშია განათლების მიღებასთან, იმად გარდა არ უნდა ქონდეს არაფერი კავშირი უნივერსიტეტთან. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენი მომავალი სასწავლებლები იმართებოდეს სოდიდან და ის ადამიანები, რომელსაც ბატონი რექტორი ადებს ხოს ეს ლევან ტატიშვილი და ბორის გიფილენდია, რომელიც მის გატაცება, მის უკანონო დაკვირვებაში მონაწილეობდნენ, აუცილებელია რომ შესაბამისად სამართლებრივად დაისადოს ეს ადამიანები და რაც მთავარია ჩვენ ლეგიტიმაციას საკითხს ვაკეთებთ რექტორის და აუცილებელია მამა დაწეროს განცხადება და წავიდეს. თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია თავისუფლება დედაქალაქის ბიუჯეტში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების გაუქმებას ეხმაურება და გიგი უგულავას საბოტაჟში ადანაშაულებს. ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი შიხაშვილის განცხადებით, თბილისის მერმა ძველ მთავრობასთან ერთად 15 მილიონით შეამცირა ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, რათა ახალი მთავრობისთვის ხელოვნურად შეექმნა პრობლემები. შიხაშვილი საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს, რომ გამართოს ხელახალი სხდომა და გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება. ფრაქცია თავისუფლების განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი თამაშ შოშიაშვილი მოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამები ძველ მთავრობასთან შეთანხმებით გაუქმდა, ვინაიდან მათ გადაწყვეტეს აღნიშნული ფინანსები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოეყოთ. 19 ოქტომბერს დაჩქარებული წესით საკრებულოში მთავრობა აკეთებს ცვლილებას, შეთანხმება დგება მთავრობასა და მერიას შორის და მიზანი შემდეგია ამ შეთანხმების, რომ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მცირდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები 4 მილიონი ლარით და სოციალური დაცვის პროგრამები 10 მილიონი ლარით. ეს ის 4 მილიონია, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს მოსახლეობას და დაფინანსება ხდებოდა ოპერაციების, მშობიარობის. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. რაც მდგომარეობს შემდეგში. მერი ცდილობს ხაფანგი დაუგოს ახალ ხელისუფლებას, რომ მოსახლეობა დააპირისპიროს აი ამ ცრუ განცხადებებით. მოქმედმა მთავრობამ გააკეთა მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კატეგორიები დაეფინანსებინა ცენტრალურ ბიუჯეტიდან, აქედან გამომდინარე ჩატარდა საკრებულოს ხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თანხები გადანაწილებული იყოს სხვა მუხლებში, რომელიც ჭირდებოდა თბილისს და თბილისელებს განვითარებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღებია, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ამ ადამიანების უფლებები, ამ ადამიანების დახმარება და ჩვენ ველოდებით როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე თბილისის მერის გადაწყვეტილება.
შალვა ობგაიძე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებში სააკაშვილის ყოფილ ჩინოვნიკებს ადანაშაულებს. საქმე ეხება საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის უფროსის თანამდებობიდან მის გადადგომას. ობგაიძე ამბობს, რომ პოსტი მას იძულებით დაატოვებინეს. ის შედეგადაც ზეწოლა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დაიწყო. ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით მას ჩამოართვეს ქონება და წაართვეს ბიზნესი. შალვა ობგაიძე ნიკოლოზ ალასანიას და დავით ნამგალაურის წინააღმდეგ განცხადებას პროკურატურაში დღეს შეიტანს. მე გამაფრთხილეს სოდში ბატონმა ირაკლი კოდუამ რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა და მან გამოთქვა სინანული რომ მოვხდი ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. ჩემთვის ეს უცხო იყო, რას ნიშნავდა შავი სია. აღმოჩნდა რომ არსებობს ადამიანების ჩამონათვალი, რომელიც არის მიუღებელი ამ ხელისუფლებისათვის. მაიძულეს რომ ესეთი იყოს ზეწოლა რომ გადამდგარი გადადგომის მერეც კი აი ამ ფედერაციას ჩამოართვეს სტატუსი როგორც ავტოსპორტში კანონმდებელი. უფლებადამცველთა გაერთიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამია ფხაკაძის და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. გაერთიანებას დახმარების თხოვნით მათ მიერ გასამართლებულმა პირებმა მიმართეს. მათი მტკიცები ჩინჩალაძის და ფხაკაძის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურატურაში მუშაობის პერიოდში ათეულობით უდანაშაულო ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. უფლებადამცველთა გაერთიანება პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს საქმის მოკვლევას თხოვს, რადგან ფხაკაძის და ჩინჩალაძის დაკავება მხოლოდ მათი თანხმობითაა შესაძლებელი. მამია ფაკაძის დაპატიმრებაზე ვინაიდან მე მაქვს საბრალდებო დასკვნა, რომელსაც ხელს აწეს მამია ფხაკაძე, ეს არის შეთითხნული ბრალდება და მსგავსი საქმეები აქ ჩვენ ბევრი გვაქვს და ეს ხალხი აძლევდა უმიზეზოდ პასუხისგებაში ადამიანებს, რადგან გაემარჯვათ სოციალისტურ შეჯიბრებაში, რომელიც იყო დაწყებული პროკურატურებს შორის, ვინ უფრო მეტ ადამიანს დაჯდა, ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანდა საპროცესო შეთანხმების შედეგად ბიუჯეტში და ამის გამო პრეზიდენტმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა ჩინჩალაძე. ჩვენი მოთხოვნა ეს ხალხი რეაბილიტირებული იქნეს. საქმეში არ არის დანაშაულის შემადგენლობა საერთოდ და ეს ყველაფერი იმიტომ შეითხოვა, რომ როგორც ჩემთვის იყო მაშინაც და ეხლაც ცნობილია, გასვლა უნდათ სასამართლოს თავმჯდომარეზე ლეონიძეზე. ზეწოლის ქვეშ დავწერე მთლიანად ის ჩვენება, რა ჩვენებაც ჩამომართვეს. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ნიგზიანში მუსლიმანთა სამლოცველო დარჩება და მუსლიმანების პარასკევის ლოცვა ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სადაც ნიგზიანში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პროვოკაცია აღკვეთილია და უმცირესობის უფლებები დაცული იქნება. განხილვაში უმცირესობის და უმრავლესობის წევრებიც მონაწილეობდნენ. კომიტეტის ხდომას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები თავად ნიგზიანის მოსახლეობა და მუსლიმანთა მუფტი ჯემალ პაქსაძეც ესწრებოდა. ჩვენ უზრუნველყოფთ ჩვენი მხრიდან, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის გზით მიიღოს ყველა ეს ზომა და ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობს გახდეს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით ეს კონსტიტუციით დაცული სიკეთე არ იყოს ხელყოფილი და დაცული იყოს ეს უფლება. ადამიანებს, ვისაც სურს ლოცვა, ილოცებენ. საქართველოს კონსტიტუცია იძლევა ამის გარანტიებს. მოქალაქეების შეთანხმებების მიხედვით უნდა მოქმედებდეთ და მოქმედებთ. მუსლიმი თემი ილოცებს საკუთარ სალოცავში, ქრისტიანი თემი ილოცებს საკუთარ სალოცავში. საქართველოს ტოლერანტული ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებში ეს პრობლემა არ დგას. მე არ მინდა, მე ვადასტურებ ერთ რამეს, რომ ნარჩენ ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ პროვოკაციებისაგან თავი შეიკავოს. იმედია, რომ კარგად გავიგოთ ეს ლოცვები, რომელიც ისლამის დოგმიდან გამომდინარე, რომელიც უნდა შესრულდეს პარასკევის ლოცვა, ჩვენ უწოდებთ მას ჯუმას და წელიწადში ორი დიდი დღესასწაული, რომელსაც ქვია ბაირამის, ანუ სადღესასწაულო სალოცავები, იქნება შესრულებული და განაგრძობენ, რა თქმა უნდა, ლოცვებს. დღევანდელ შეხვედრაზე ნაცვლად იმისა, რომ გვემსჯელა კონკრეტულ ადამიანის უფლების დარღვევაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, რომელსაც ძალიან სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგზიანში. სამწუხაროდ კომიტეტმა ვერ შეძლო სათანადო შეფასება მიეცა ამ სიტუაციისთვის. მეორე, ჩვენ ვერ დავინახეთ კონკრეტული მზაობა კომიტეტის მხრიდან, რომ მათ რეაგირება მოახდინონ მთავრობაზე იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მათ მიმართ იქნება რაიმე ზომები გატარებული.
ნიგზიანში გამართული აქციის მონაწილეები ლანჩხუთის პოლიციამ დაკითხა. დაკითხვა დღეს დილიდან რაიონულ პოლიციაში მიმდინარეობდა. ნიგზიანის მოსახლეობის განცხადებით პოლიცია დაინტერესდა მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი მათი მხრიდან მუსულმანურ მოსახლეობაზე მუქარასა და ძალადობას. ისინი მასმედიის ბრალეულობაზე საუბრობენ. მოსახლეობა მედიას საშუალებებს ფაქტების არასწორად გაშუქებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფაქტების სამხრივად გაშუქებით მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები შეივახა. უბრალოდ გაგვესაუბრენ, რომ იქ ახლა ჩამოხდა ზანე უწმატურ სიტყვებს, ან ეზოში ძალით ჩაჭრას, ან რამეს ადგილი ხო არ ქონებია და არამედ ყველაზე მოგვაწერი ნახელი და გამოვიყვება. 2 წლის წინ ხდებოდა ყველაფერი ეს. 2 წლის წინ მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ჩვენ ვიბრძოდით, რომ არ გვინდოდა ნამდვილად მეჩეთი ჩვენ სოფელში ჩვენ არ გვინდა. ჩვენ ვართ გურულები და ქრისტიანები და მართლმადიდებელი ხალხი ვართ. არ გვინდოდა მივიღეთ მეგობრებად. ჩვენთან ერთად იყვნენ, ცხოვრობდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ, კეიფობდნენ. კარგი სმეტი არ გვიკეთებია, მაგათიშვილების ამხსნელი ვართ ჩვენ. ჩვენ რაც თქვით, რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი დაგარგულია. არსად არ გამოჩნდა არც ერთ ტელევიზიაში. ჩვენ ხელი არ აგვიღია, ჩვენ არ გვიჭყუბია, ჩვენ შეურაცხყოფა არავისთვის არ მიგვიყენებია. ჩვენ ცუდი არავისთვის არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვერავის ვერ დავანახეთ ეს ჩვენ. დაიცავი აღმსარებლობის უფლება ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა იუსტიციის სახლთან. ტოლერანტობის სახლის და უფლებების სკოლის წარმომადგენლებმა ნიგზიანში მომხდარი ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საქმის გამოძიება მოითხოვეს. მათი განცხადებით სახელმწიფოს უნდა ქონოდა გაცილებით მკვეთრი რეაქცია აღნიშნულ დაპირისპირებაზე და მუსლიმანთა ლოცვის ჩატარების თაობაზე უმცირესობის უფლებები უნდა დაეცვა. გარდა იმისა, რომ აქ კონკრეტული კანონები არის დარღვეული აი ამ ინციდენტით, ნიგზიანის ინციდენტით, და რაზეც ანუ იუსტიციის სახლთან ზუსტად მაგიტომ ვართ მოსული, რომ იურიდიული რეაგირება და შეფასება მიეცეს ამას. თუმცა ჩვენ ესე ოფიციალური წერილით არ მივმართავთ, მაგრამ გამოვხატავთ ჩვენ სოციალურ პოზიციას. გარდა ამ კანონდარღვევების აქ არის სოციალური პრობლემა, ანუ ამ ინციდენტზე არა მყისერი რეაგირებით და ისეთი რაღაც მოლაპარაკებით მოგვარდება და ასე შემდეგ. ანუ როცა არ მიეცემ ამას კრიტიკული შეფასება, ეს შეიძლება იყოს რაღაც მესიჯი სხვა რეგიონებში და აგორდეს რაღაც ძალიან ცუდი დისკრიმინაციული ტალღა. ჩაერიოს პოლიცია, როგორც მესამე ძალა და ამ ორ ძალას შორის მოახდინოს რაღაც ისეთი შეთანხმება, ან მოახდინოს შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ უმცირესობას მიეცეს ლოცვის საშუალება. ჩვენი აქ იუსტიციის სახლთან შეკრების მიზეზი სწორედ ეს არის, რომ იუსტიციის სახლის უშუალო დაქვემდებარებაშია დღევანდელი მდგომარეობით პროკურატურა და გსურს ასევე დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც შელახა მუსლიმანთა უფლებები, უმცირესობის უფლებები. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მინისტრმა მიიღო. თია წულუკიანმა მათ დეტალურად აუხსნა, რა გზა ერჩია სამინისტრომ და როგორ აპირებს ის პრობლემის გადაჭრას. წულუკიანის განცხადებით სახელმწიფო არ ახდენს ძალის დემონსტრირებას, მანამ სანამ ყველა ცივილური გზა არ ამოიწურება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი გამოვლინდება, საქმის გამოძიება დაიწყება. თუ იქ არის მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არის სახეზე, რა თქმა უნდა ჩატარდეს გამოძიება. მაგრამ მანამდე რომ არ მივიღოთ რელიგიურ ნიადაგზე სერიოზული ადგილობრივი კონფლიქტი, რაც დამღუპელი იქნება, ჩვენ აბსოლუტურად სხვა გზას ვადგავართ, ვიდრე წინა ხელისუფალი. ამას გიხსნით მე და მინდა რომ ეს კარგად იცოდეთ. ჩვენ არ ვახდენთ ძალის დემონსტრაციას, მანამ სანამ არ არის ამოწურული ყველა ცივილური გზა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალის დემონსტრაცია ნამდვილად არ დაგჭირდება და ალბათ ამის მომხრე არც თქვენ არ ხართ. ფაქტი არის სახეზე დამდგარი, პოლიცია არ მოქმედებდა ამ შემთხვევაში, არაფერი არ გაუკეთებია, როდესაც მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამის მაგივრად ისინი განაგრძობენ ძალადობას, პარასკევს არის ლოცვა და ველოდებით, რომ ისევ იგივე შედეგი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო იყოს მაქსიმალურად ჩაბმული ამ შემთხვევაში და დაიცვას ადამიანების რელიგიური თავისუფლება. უფლებების სკოლა მიესალმება ამ პოზიციას, ვფიქრობ, რომ სწორია, ძალის დემონსტრირება არასდროს არ არის აუცილებელი, მithumetes ასეთი სენსიტიური თემა არის და რელიგიურ უმცირესობას ეხება. აქ თქვა მიიყო, რომ მოაგვარებენ მუფტის ლიდერი და სასულიერო პირები. ჩვენ დავიცდით, დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორი პოზიციაა, რამდენად სწორი მიდგომა. ბაჩუ ახალაია საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კოალიცია ქართულ ოცნებას ცილის მწამებლური კამპანიის გააქტიურებაში ადანაშაულებს და უარყოფს პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ადამიანების წამებასა და კორუფციაშია მხილებული და ამის გამო გაექცა მართლმსაჯულებას.
მინდა საჯაროდ განმაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწუყვა მართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელშევუშლიდი 1 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას. საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და ვიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა საქმიანობდე, მომავალში ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე. ნათქვამია ბაჩო ახალაიას მიმართვაში. რუსთავის მეექვსე სასჯელახსრულების დაწესებულების პატიმარმა ფრიდონ ჯობავამ პირი ამოიკერა. ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი აცხადებს, რომ პატიმარი მას არ უნახავს, თუმცა პირის ამოკერვის ფაქტი ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუდასტურა. პატიმარ ფრიდონ ჯობავას მდგომარეობა უმძიმესია და ის ექიმის დახმარებას საჭიროებს. ადვოკატი აცხადებს, რომ ჯარდებული უკანონო პატიმრად მიიჩნევს თავს და საქმის გადახედვას ითხოვს. პატიმარმა ჯობავამ თავი მიიჭედა საკანში და მოიკერა პირი პროტესტის ნიშნად. ეს პროტესტი არ არის მიმართული ხელისუფლების ან ადმინისტრაციის მიმართ. იგი მოითხოვს ექიმს, ექიმებთან დაკავშირებით პრობლემა დაწესებულებაში არ არსებობს ექიმი. პატიმრები არიან ძალიან გაუსაზრდელ მდგომარეობაში, ბევრი ძალიან მძიმე ავადმყოფია, თვითონ ეს პიროვნებაც მძიმე ავადმყოფია. შეცდომა, რომელიც მერიამ დაუშვა, უნდა გამოსწორდეს, აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე. მისი თქმით, მერაბიშვილის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც თბილისის სოციალური პროგრამების დაფინანსება ცენტრალურ ბიუჯეტს დაეკისრა, თბილისის მერიის მიერ იყო ინიცირებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება გამოძებნის გზებს დედაქალაქის სოციოზრომელყოფისთვის, თუმცა თუ მერია საკუთარი ბიუჯეტიდან არ გაიღებს თანხას, პრობლემის მოგვარება ცენტრალური ბიუჯეტიდან მერიისათვის გასაცემი ტრანსფერის ხარჯზე მოხდება. ებრალიძემ ბიუჯეტის პროექტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია როგორც პოლიტიკური დაპირებები, ისე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის სტიქი დაზარალებული კახეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. დავით ნარმანია აცხადებს, რომ დარღვეულია ვადა, სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება შერჩევით ხდებოდა. მინისტრის მოადგილე კი ზეწოლაზეც საუბრობს. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მისი განცხადებით კონკრეტული დღისთვის სამუშაოების შესრულებას ითხოვდნენ, რის გამოც აღნიშნული სამუშაოების ხელახლა ჩატარებაა საჭირო. შემოგვივა ინფორმაცია, რომ იყო რაღაცა ამის ხეანგარისზე. ეკიასთან დაკავშირებით ნახეთ ის, რომ ბოლომდე არ არის აღწერის სამუშაოები დასრულებული და ინფორმაცია არის არაერთგვაროვანი. მეორე ის მხარდაჭერა, რაც განხორციელდა, ასევე შერჩევით ხასიათს ატარებდა. ასევე მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა გარკვეული ნაწილი ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში არ არის შესრულებული, ანუ ვადების გადაწევასთან გვაქვს საქმე და უნდა დადგინდეს აუცილებლად რა იწევდა ამ ყველაფერს. გვაქვს დაჩქარებიდან გამომდინარე ხარისხის გაუარესების შემთხვევები. არის რამოდენიმე შემთხვევა, სადაც შემსრულებლები მიუთითებენ, რომ აქ იყო რაღაც ზონის ზეწოლებზე საუბარი, რომ მათ აზარალეს და პირდაპირ გეტყვით, რომ სახელმწიფო ესასწავლებთან ან რაიმე ვიზიტებთან დაკავშირებით ერთ დღეში უნდა მოხდარიყო რაღაც სამუშაოს დასრულება. დღესვე დავით ნარმანიამ ლაზიკას მშენებლობის საკითხზე ისაუბრა. მინისტრი აცხადებს, რომ ნაპირსამაგრის სამუშაოების შეჩერდა ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორებთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. 2013 წლის ბიუჯეტში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება, გარდა გასართობი ობიექტებისა და იმ დაწესებულებების მშენებლობისა, რომელიც ფუფუნების ობიექტია, განაცხადა ნარმანიამ. ლაზიკასში ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელებას ეს პროცესი იყო დაწყებული, თუმცა ჩვენ ამ პროცესს ვაჩერებთ იმდენად რამდენადაც იქ დაგეგმილია ინვესტორების შემოყვანა და პორტის მშენებლობის საკითხები. გადაიხედება ადმინისტრაციული ხარჯები ძირითადად, გადაიხედება თქვათ ისეთი ხარჯები, რომლებიც გასართობი ან რაღაცა ტიპის ფუფუნების საგნების მშენებლობას ხმარდებოდა. სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც არის გზების რეაბილიტაცია, შემოვლითი გზები, წყლის მიწოდების სისტემები და ასე შემდეგ, ამ თვალსაზრისით პროექტები, რა თქმა უნდა, გრძელდება.
სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს. ჭყონიების ოჯახი ირწმუნება, რომ ბინა მათი საკუთრებაა და ისინი ლევან ხორნაულს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან ხორნაულმა თამარ მეფის გამზირზე ბინა 12 წლის წინ შეიძინა, მაგრამ რეალურად თანხა არ გადაუხდია. ამიტომ იურისტი ეჭვობს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რის საფუძველზეც ბინის გადაფორმება მოხდა. ჭყონიების 4-სულიანი ოჯახი გზის გადაკეტვით იმუქრება. ლევან ხორნაული და გვასახლებს სახლიდან. მე ერთადერთი ეს სახლი მაქვს. ვარ სოციალურად დაუცველი. სოციალურად დაუცველები სხვა სახლში ვარდებიან და მე რატომღაც მასახლებენ. სად წავიდე, რა უნდა გავაკეთო? სამწუხაროდ ჩვენ და არ ვიცი რატომღაც გამომძიებელი, პროკურორი ერთბაშად აღმოჩნდნენ დაინტერესებული საქმის შედეგით იმ კუთხით, რომ გააჭიანურეს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს სათანადო ორგანოებიდან პასუხები იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საონტარო აქტი, ანუ საფუძვლები ამ ბინის გადაფორმების არ არსებობდა რეგისტრირებული ნოტარიუსთა პალატაში, მიუხედავად ამისა, აი დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და არანაირი შედეგი და არანაირი საფუძველი არ აქვს დღეს მათ გამოსახლებას. ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში ფოფხაძეების ოჯახი დღემდე დახმარების მოლოდინშია. სოციალურად დაუცველი ოჯახი აგვისტოს თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალდა. სახლსახურავი გადაეხადა და ოჯახი დღემდე მეზობლებთან ათებს ღამეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ფოფხაძეების 4-სულიანი ოჯახი უკვე 4 თვეა მეზობლებთან ცხოვრობს. სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ოჯახის დიასახლისი ეთერ ციკლაური ამბობს, რომ გამგეობა მხოლოდ სახლის გადასახურავი მასალით დაეხმარა, რაც მისი თქმით საკმარისი არაა. აგვისტოში მოხდა ეს ქარების დროს გადაგვეხადა და იყვნენ სამჯერ თბილისთანაც იყვნენ. გადაუღეს, მაგრამ 8-ში ფერი მოგვიტანეს, მეტი არაფერი. არანაირი დახმარება არ და გარეთა ვართ. აგვისტოს შემდეგ. მეზობელთან ვართ, მეზობელთან ცხოვრობთ. ფოფხაძეების მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და გაუსაძლის პირობებზე ოჯახის მეზობლებიც საუბრობენ. მიმართეს მთავრობას, საბჭოს, ადგილობრივ ხალხს რამე ყველაფერი და მოუტანეს რაცალიში ფერი, ეს ეყოფაო არც კი შესულან არც გოდუღიათ არც არაფერი. გახიზნული არიან, თვითონ ნახეთ, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. ამით უმეტეს ოროლი პატარა ბავშვი ყავს. მათ ცხოვრება არ საკონეს ბოდიში ამ სიტყვაზე არ შეიყვანენ, თორე ბავშვს ვინ შეიყვას. სოფლის რწმუნებული თენგის სამხარაძე აცხადებს, რომ სტიქიისგან დაზარალებული ოჯახის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამგეობას მიაწოდა. მიწერე გამგეობას ოფიციალურად, რომ გამოეგზავნათ კომპეტენტური კომისია შეემოწმებინათ და მათმა მართლაც მოვიდა კომისია ჩემ წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმეს და წავიდნენ და დახმარება არ დახმარების საკითხი იმის შემდეგ კვლავ უნდა გადაწყვეტილიყო და რა შეჩერდა ალბათ ამ არჩევნებთან დაკავშირებით თუ საერთოდ შეჩერდა ნამდვილად ვერ გეტყვით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი თავის მხრივ პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს. გამგებლის დიმიტრი ლოლაძის განმარტებით დაზარალებულების დახმარება ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ფოფხაძეების 4-სულიანი ოჯახი ამ დრომდე დახმარების მოლოდინშია. 20 წელი ხის ფიცრულში და მეზობლების იმედად დარჩენილი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილი გადელიები თავშესაფარს და საარსებო პირობებს ითხოვენ. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დევნილების კუთვნილი დახმარებაა. ნარგიზა გადელია ამბობს, რომ დასახმარებლად ლტოლუთა და განსახლების სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართა, თუმცა არავინ დახმარებია. და მოვხდი მე სოციალურად შეჭირებულთა სიაში, ფულად დახმარებაში თბილისიდან მოვიდა სია, იძაძამენში ნახე ჩემი გვარი ეწერა ზედ გადელია ნოდარი. ესო დევნილებსო ყველასო არ მიეცემაო თქვენ სიმსიაში მოხვდითო და არ მომწეს ეს ფულადი დახმარება სოციალური. შემომთავაზეს წალენჯიხაში, მაგრამ ძალიან შორია ვერ წავედი იქიდან, არც მისულა როგორია რანაირია. მე გამგეობა მითხრა ძალიან შორიაო შენ იქ ვერ წახვალო და შეიძლება აქ რამე გამოჩნდეს ან და რაღაც, მაგრამ სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრის ციხეებში შექმნილ ვითარებას ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაიჯება. მინისტრის განცხადებით ყოფილ ხელისუფლებას არეულობების გარკვეული ბერკეტები ჯერ კიდევ აქვს და ამას იყენებს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. აქვე მინისტრმა დააზუსტა, რომ ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი არ შესულა. სოზარ სუბარი განმარტავს, რომ საპატიმროში სიწყნარია და ციხის გარეთ ვითარებას შეგნებულად ძაბავენ. დაემატება სასჯელი აღიძურებას აკუზებული პასუხს აგებს. ჩვენ ჩავატარეთ. ცხადი იყო, რომ ყველაზე სუსტი წერტილი საიდანაც გასკდა, სადაც ყველაზე მკაცრი იყო რეჟიმი, იქ დაიწყო ხა ბუნებრივია ყველაზე მეტი ზეწოლა ყოფილმა ხელისუფლებამ.
აქვთ გარკვეული ბერკეტები არეულობების და ამას იყენებენ, თუმცა აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება ყველაფერი და გუშინ წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით თბილისში ორთაჭალაში ნომერ პირველ დაწესებულებაში აღიძრა საქმე 6 შეავარდებულის მიმართ, რომლებიც მათ სადაც იქ არეულობის მოწყობა და 6 მათგანი იქნება დასჯილი. დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება ძალიან მკაცრი ზომები გატარებული. ასევე გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, რამდენიმე დღე ჩვენ თავი შევიკავეთ მკაცრი ზომების გატარებისგან, მაგრამ კანონი მკაცრად ითვალისწინებს, რომ სასჯელახსოვრების დაწესებულებებიდან 20 მეტრის პერიმეტრზე არ შეიძლება არანაირი მიტინგის მოწყობა. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაარღვევს ამ მოთხოვნას, მათ მიმართ გატარებული იქნება ადმინისტრაციული ზომები. დღესვე სოზარ სუბარმა საზოგადოებას მინისტრის მოადგილე და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი წარუდგინა. ნათიელანდია დეპარტამენტს ჩაუდგება სათავეში მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კი სამედიცინო მიმართულებას გაუწევს კურირებას. თალაკვაძე განათლებით ექიმია, მას სახალხო დამცველის ოფისსა და ჯანდაცვის უწყებაში მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სასჯელახსოვრების სისტემაში ჯანდაცვის სტანდარტი სამოქალაქო ჯანდაცვის სტანდარტს გაუთანაბრდება, ამისათვის კი აუცილებელია ბიუჯეტის გაზრდა, რაზედაც აქტიური მსჯელობა დაიწყება. გეგმა ითვალისწინებს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც არახუმანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას გაუწევენ კურირებას და უხელმძღვანელებენ. ეს არის ბატონი არჩილ თალაკვაძე, რომელიც იქნება მინისტრის მოადგილე, ჯანმრთელობის დაცვის ვინც გაუწევს კურირებას. ეს არის ადამიანი, რომელიც განათლებით არის ექიმი, სამედიცინო დამთავრებული, მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ქალბატონი ნათიელანდია, რომელიც იქნება სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვართ ამ ორ ადამიანთან ერთად ძალიან ძირეულ ცვლილებებს გავატარებთ. პატიმრების მშობლები სახალხო დამცველის თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას მოითხოვენ. ისინი დღეს გლდანის მერვე საპყრობილესთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ლორთქიფანიძე ყოველთვის ზრუნავდა მჟავდებულების პრობლემებზე. პატიმრების ახლობლები ასევე მოითხოვენ მძიმე ავადმყოფების გათავისუფლებას და მჟავდებულთა სხვა ციხეებში გადაყვანის შეჩერებას, სანამ ამნისტია არ დასრულდება. პატიმართა მშობლები ციხეში შესაძლო ბუნძეთ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საპყრობილეებში არაერთი შეგზავნილი პიროვნებაა, რომლებიც არეულობის პროვოცირებას ცდილობენ. ერთადერთი რეალური, ვინც ჩვენ გვერდით დღემდე ხალხო, დღემდე ყველა მოწმია იმისი, რომ არის ერთადერთი ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ერთი ციხიდან მეორეში გარბის, მეორედან მესამეში გარბის, სადაც პატიმარს უჭირს და იმათ ოჯახებს უჭირს. სად არიან დანარჩენი კანდიდატები, მაინტერესებს. უნდათ თანამდებობა მარტო? თანამდებობა არ არის, ეს ის თანამდებობა არ არის, სახში იჯდნენ და ტელევიზიით ადევნონ თვალყური. მინდა მოუწოდო ჩვენ პატიმრებს, რომ ყველანაირად თავი შეიკავონ. დედაშვილურად ავთხოვ ყველას, ყველანაირად თავი შეიკავონ ყველანაირი პროვოკაციისაგან, რადგან ეს მოსალოდნელია, ეს ინფორმაცია უკვე გამოსულია, რომ შეგყავთ თვითონ ასე ვთქვათ, ისეთი აგენტურა ახალაიას დავალებით, რომ უნდა მოხდეს რაღაცა გაუგებრობების შიგნით. გადაყვანების შეწყდეს სანამ ეს ამინისტია, რომელიც მოსალოდნელი არის და გამოვლენ ის ხალხი, რომელსაც ეს ამინისტია ეხება, იმიტომ რომ აქ შედარებით სიწყნარია. პროვოკატორები, რომლებიც აქაც მუშაობენ, ვერ შეძლეს ამ ხალხის პროვოკაციაზე წამოგება, იმიტომ რომ ყველასა აქ შეგნებული, რომ არ არის ეს საჭირო და უფრო გაართულებს სიტუაციას. დაახლოებით 2 კვირა ოჯახი 25 წლის ამირამ ბინჩიგაურს ეძებს. დუშეთის რაიონში სოფელ ბინჩიგაურის მკვიდრი ოჯახის წევრების განცხადებით სახლიდან 22 ოქტომბერს გავიდა და არ დაბრუნებულა. ის ბოლოს 27 ოქტომბერს თბილისისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში ნახეს. ოჯახის წევრების თქმით, ბინჩიგაურს მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა აქვს და მედიკამენტებს რეგულარულად იღებდა. დაკარგულის ძმის განცხადებით, ბინჩიგაურის სახლიდან რამდენიმე დღით გადიოდა, თუმცა უკან თვითონე ბრუნდებოდა. ოჯახმა განცხადებით საპატრულო პოლიციას მიმართა. კომპანია ჭიათურ მანგანუმის ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაურია გაფიცული მაღაროელები ადმინისტრაციულ კორპუსში თანამშრომლებს დილიდან არ უშვებენ, რასაც შეხლა შემოხლა და დაპირისპირება მოხდა. საწარმოს მმართველმა აკაკი გურჯიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მაღაროელები სამუშაოს დაუბრუნდებიან, გაცდენილი დღეებით აუნაზღაურდებათ და ხელფას 22%-იანი ნამატით მიიღებენ. გაფიცულებისთვის ეს პირობაც მიუღებელი აღმოჩნდა, ისინი 20%-იან პრემიას და ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. 2500 მეტრის სიღრმეში კი ითხვისის მაღაროში აქცია გრძელდება. მაღაროში ქალების იმყოფებიან, ერთი მათგანი ფეხმძიმეა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათ მოთხოვნების შესახებ წერილი პრემიერ-მინისტრსაც გაუგზავნეს და მისგან რეაგირებას ელოდებიან.
ბრძანება რომ არავინ არ შევა. მე შენ რატო გეხარ აქ ჩემი სამსახურის უფროს მოუსწრებ შენ რატო უნდა მოგიშლი? შენ მიიწე და გამატარე. შენ გადადი გვერდზე გადადი. დღეს გადავწყვეტეთ რომ თვითონ ადმინისტრაციის მოსამსახურები არ შეგვეშვა შეგნი მოვოდით დავდექით ჩვენ ხალხით დღეს 12 საათზე გია ჟორჟოლიანი ბატონ ბიძინას ხვდება და მის შემდეგ წამოვლენ ალბათ ჩამოვლენ და არ ვიცი რა იქნება რა ველოდებით მაგრამ არ ვაპირებთ რომ მაგათმა იმუშაონ და ზემოდან ფანჯრებიდან საცინად გვიგდო თქვევართ სანამ არ გადაწყდება ჩვენი საქმე მანამდე ვიდგომებით რა ხალხის გულში გამოვლია ხალხი მაგაროდა აპირობების გვაქვს 40%-ია რაც არის მეილაბარაკება ხალხი და კი ბატონო მე გავაცი ყველა ერთად სამშობლოში ძალ გიხდი ერთი და ორი კაცი აქ სამშობლოში არც ერთი არ გავა გორის წისქვილ კომბინატ ფორტეს ყოფილი დირექტორი მირიან ოქროშიაშვილი 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის და ირაკლი ოქროაშვილის მიერ უკანონო ჩამორთმეულ ქონებაზე საუბრობს. ოქროშიაშვილის თქმით, მის სახლსა და საწარმოში რამდენჯერმე შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რის გამოც იგი იძულებული გახდა საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი წისქვილ კომბინატი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გადაეცა. მირიან ოქროშიაშვილი დანარჩენ 3 მეწილესთან ერთად უახლოეს მომავალში კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად სარჩელი შეტანას გეგმავს. ამჟამად წისქვილ კომბინატის ბაზაზე ფქვილის გადამამუშავებელი აზერბაიჯანული საწარმო ფუნქციონირებს. დაიწყო გაშვების დღიდან აქ ღამე წამოყენება, ხან უშუალებას მიგზავნიდნენ, ფინანსური შემოგვიგზავნეს. რო ვერაფერს ვერ გახდნენ, მე პირდაპირ შემომითვალეს სასამართლოს თავმჯდომარის ენით, რომ მე ჩამებარებინა, თორე დამიჭერდა. პირველად დამიბარა მიშა ქარელმა და მომანიშნა რომ ეს ზემოდან იყო, ზემოდან მაშინ შიდა ქართს განაგებდა ბატონი ოქროაშვილი. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის პოლიტიკისგან გამიჯვნას ითხოვენ. სტუდენტების თქმით, არჩევნებამდე უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები უხეშად ერეოდნენ. უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ უღრელიძის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია ელიტა ბურჯთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც 80 სტუდენტს სატელიტური ანტენების დაყენება უნდა ესწავლა. უღრელიძის განცხადებით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ იგი კუდის წარმომადგენლებმა მოდულის შენობაში წაიყვანეს და მოსთხოვეს კომპანიასთან ახალი კონტრაქტი აღარ გაეფორმებინა, რის გამოც უნივერსიტეტმა 9 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღო. უღრელიძის თქმით, მის მოდულის შენობაში გადაყვანისას მონაწილეობას იღებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის 2 თანამშრომელი ლევან ტატიშვილი, რომელიც ამავდროულად კუდის მესამე განყოფილების უფროსი იყო და ბორის გიფილენდია, რომელიც სპორტის, კულტურის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს არც კუდის თანამშრომელი და არც ერთი გარდა განათლების სამინისტრო და ის ორგანოები, ორგანიზაციები, რომელიც უშუალო კავშირშია განათლების მიღებასთან, იმათ გარდა არ უნდა გქონდეს არაფერი კავშირი უნივერსიტეტთან. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები იმართებოდეს სოდიდან და ის ადამიანები, რომელსაც ბატონი დირექტორი ადებს ხურს ეს ლევან ტატიშვილი და ბორის გიფოლენდია, რომელიც მის გატაცება, ანუ მის უკანონო დაკვირვებაში მონაწილეობდნენ, აუცილებელია რომ შესაბამისად სამართლებრივად დაისადოს ეს ადამიანები და რაც მთავარია ჩვენ ლეგიტიმაციას საკითხს ვაკეთებთ რექტორის და აუცილებელია მამონ დაწეროს განცხადება და წავიდეს. შალვა ობგაიძე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებში სააკაშვილის ყოფილ ჩინოვნიკებს ადანაშაულებს. საქმე ეხება საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიდან მის გადადგომას. ობგაიძე ამბობს, რომ თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს, რის შედეგადაც ზეწოლა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დაიწყო. ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით მას ქონება ჩამოართვეს და ბიზნესი წაართვეს. შალვა ობგაიძე ნიკოლოს ალასანიას და დავით ნამგალაურის წინააღმდეგ პროკურატურას დღეს მიმართავს. მე გამაფრთხილეს სოდში ბატონმა ირაკლი კოდუამ რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა და მან გამოთქვა სინანული რომ მოხვდი ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. ჩემთვის ეს უცხო იყო, რას ნიშნავდა შავი სია. აღმოჩნდა რომ არსებობს ადამიანების ჩამონათვალი, რომელიც არის მიუღებელი ამ ხელისუფლებისათვის. მაიძულეს რომ ესეთი იყოს ზეწოლა რომ გადამდგარი გადადგომის მერეცი კი აი ამ ფედერაციას ჩამოართვეს სტატუსი როგორც ავტოსპორტში კანონმდებელი. ბოლნისში მაშევერის, ფოლადიშვილის და ახმეტელის ქუჩის მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის მიზეზი წყლის დაზიანებული მილებია, სადაც პერიოდულად ფეკალური მასებიც ჩაედინება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის ფილიალში აცხადებენ, რომ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ.
საღამოთი წყალი რომ მოდის და ონკას მოუშვებ, ჯერ მოდის ტალახი, 1000-ნაირი ჭია, საშინელი სუნი დგება და მე იწმინდება, მაგრამ ჩვენ ახლა ვისაც გვაქვს მანქნები და რაღაც ჩვენ არ ვსვამთ ამ წყალს, ვეზიდებით წყაროებიდან, ერთადერთი სარეცხად თუ ვხმარობთ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი და განგაშის საფუძველი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ლაბორატორიული სამსახური მუშაობს ყოველდღიურად და ყოველდღიური ანალიზის შედეგად ჩვენ ხედავთ თუ რა მდგომარეობაა წყლის ხარისხთან დაკავშირებით. მე ამ დილის მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ წყლის ხარისხი შეესაბამება სტანდარტებს. უფლებადამცველთა გაერთიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამიებ ხაკაძის და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. გაერთიანებას დახმარების თხოვნით მათ მიერ გასამართლებულმა პირებმა მიმართეს. მათი მტკიცებით ჩინჩალაძის და ხაკაძის მცხეთა მთიანეთის სამხარეო პროკურატურაში მუშაობის დროს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მე მაქვს საბრალდებო დასკვნა, რომელსაც ხელს აწეს მამია ხაკაძე, ეს არის შეთითქმული ბრალდება და მსგავსი საქმეები აქ ჩვენ ბევრი გვაქვს და ეს ხალხი აძლევდა უმიზეზოდ პასუხისგებაში ადამიანებს, რადგან გაემარჯვათ სოციალისტურ შეჯიბრებაში, რომელიც იყო დაწყებული პროკურატურებს შორის, ვინ უფრო მეტ ადამიანს დაჯდა, ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანდა საპროცესო შეთანხმების შედეგად ბიუჯეტში და ამის გამო პრეზიდენტმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა ჩინჩალაძე. ჩვენი მოთხოვნა ეს ხალხი რეაბილიტირებული იქნეს. საქმეში არ არის დანაშაული შემადგენლობა საერთოდ და ეს ყველაფერი იმიტომ შეითხზა, რომ როგორც ჩემთვის იყო მაშინაც და ეხლაც ცნობილია, გასვლა უნდათ სასამართლოს თავმჯდომარეზე ლეონიძეზე. ზეწოლის ქვეშ დავწერე მთლიანად ის ჩვენება, რა ჩვენებაც ჩამომართვეს. დღის მთავარი მოვლენების ანონს 6 საათზე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.